იმდენი პრობლემები არის მართლა იმდენი პრობლემებია და აი ეს ევროპელები და ამერიკელები იმის მაგერად რომ მაგაში გვეხმარებოდნენ LGBT პროპაგანდას რო აფინანსებენ ხო შეიძლებოდა ერთ შექმნილიყო ისეთი მძლავრი ესე იგი სამედიცინო ცენტრები და ეს ხალხი თურქეთში კი არ წავიდოდა აქ იმკურნალებდა ეს ლუგარის ლაბორატორია რო შემოიყვანეს რაში გვარგია ეს ლუბაროშა აი სარგებელი რა აქვს ეს არის ნაღმი პირიქით ამდენი ვირუსი ამდენი ინფექციური დაავადებების წყარო შეიძლება მაგ გამოყვანილი რაღაცა მიკრობებიც იყოს ხო იმიტომ რომ ეხლა იცით რა არის არავინ არ თქვას რომ მანდ ეხლა საქართველოს საკეთილდღეოდ კეთდება რამე არავინ არ თქვას ეს და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას ეს ქვეყანა და მე ვფიქრობ ასევე რომ პარლამენტში იმაზე კი არ უნდა იყოს მარტო მსჯელობა რაღაცა ისეთ თემებზე განყენებულ თემებზე რაც სასიცოცხლო არის ქვეყნისათვის ის თემები და პირველ რიგში რა თქმა უნდა დაიწყოს საწარმოების ფაბრიკების მშენებლობაზე ფიქრი და ეს კიდე რუსეთთან არის გადაჯაჭვული იმიტომ რომ ვერცეთ საწარმოს და ვერცეთ ფაბრიკას ვერ ააშენებ თუ პროდუქციას ვერ გაიტანს თვალვე დაიკეტება ის საწარმო ეხლა ბელორუსი რო არ იყოს ბიბული რუსეთზე ყველა საწარმო გაუჩერდება ლუკაშენკოს ყველა ხო და ყველაზე სასიცოცხლო ყველაფერი აი ხა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ერთადერთი ჩვენ ვარ ტელევიზია და შეიძლება კიდე 1-2 იყოს რომელიც დიაგნოზს უსვამს საზოგადოებას რა უნდა გაკეთდეს ბლაყბობენ ლაპარაკობენ მაგრამ თავად საქმეს არ იძახიან რუსეთთან ურთიერთობა უნდა დამყარდეს ლაპარაკობენ მიედებიან მოედებიან ეხა არის რამდენიმე ექსპერტი მე შეიძლება რაღაცა განათლებაც გქონდეს მაგრამ იმას კი არ იტყვის რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს იმიტომ რომ მე პრორუს დააბრალებენ და ჩვენ ვიძახით რომ დემოგრაფიის, ტერიტორიალობის, ეკონომიკის, სოციალური თემების, ყველაფრის იგივე ნარკომანიის პრობლემის აღმოფხრის და ლუდომანიის პრობლემის აღმოფხრის თემაც ეგ არის. ადრე სად იყო ამდენი ნარკომანი და ამდენი ეს შემჯდარი ტოტალიზატორზე. ყველა მუშაობდა. დღეს ადამიანს უნდა რომ გაექცეს ცხოვრებას. მე კი არ ვამართლებ კაცო ამ ნარკომანს მაგრამ როდესაც ადამიანი ნარკომანი არის ან ლუდომანით არის ის ამ ქვეყანაზე აღარ არის ის არის ცალკე სამყარო აქვს შექმნილი იმას და ეს ადამიანები რომ არაფერი არ აქვს სამუშაო მიდიან და აი ამ სამყაროში ცხოვრობენ არც ოჯახი აინტერესებს არც არაფერი და შეხოვლია გამოგლიჯო ამ ჯოჯოხეთს ეს ადამიანი და როგორ უნდა გამოგლიჯო შრომა აკეთილი ჯობილებსო ტყილა კი არ არის ნათქვამი კაცო შრომა უნდა იყოს საქართველოში და არ არის ეს ეხა ვინმე თუ იმას მეტყვის რომ ეს რაღაცა იმაში ფარმაცევტულ კომპანიაში მათხორულ ხელფას რო უხდიან და გინდაც იმ ბანკში ეს ხაზარაძე რო ამაყობს რაღაცა 1500 ლარით ადამიანი ოჯახს ირჩეს კაცოთა რა სამსახურებია საქართველოში ხო ვიცით ერთი სამშენებლო სექტორი მუშაობს კი ბატონო იქაც არ არის დიდი მაღალი ხელფასები და საბაკო სისტემა მეტი რა არის არაფერი ეხა ის რა თქმა უნდა ეხა საავადმყოფოებიც არის მაგრამ მე ვამბობ მასობრივი სამსახური